ბაკო მომისმინე რა. შენ ვინ გეკითხება ვინ დამტოვებს სახში და ვინ არა. ვერ გაიგე რომ მე და შეშორის მეგობრობის გარდა არაფერი არსებობს. ანუ ის მე არაფერი არ შეცვლივა, ხო? აუ სწორი არჩევანი რა იქნებოდა ის სინტაქსისტის მაგივრად მე ჩამჯდარი ყავდი რა. კაროჩე რა. ბება მაიყო ჩემი ყოლაფის. რასკობება მაიყო დარწმუნებული ხარ? რას გეტყვი? საერთოდ ორივემ კარგად ვიცოდით რომ ხლარი მყავს და შეიძლება რაღაც პრობლემები იყოს, ხო? და თუ არ გინდოდა ჩემთან ურთიერთობა, თავიდანვე გეტყვი. მე არ მინდოდა ურთიერთობა, რეებს მეუნები. ბავშვის ფული შემარება ერო. საიდან მოიტანე? როგორ ხარ? კარგად, ჯენ. ანუ მისმოს მაგათ. მინდა გითხრა რომ დღეს ვიყავენ კაცის ოჯახში და ყველაფერი მოვაგონე. ოი რა კარგია. ო. აი. ძალიან გოგო ხარ. და ძალიან მაგრა დავეხმარე მინდა გითხრა. ჩემი საქმეც ეს არის. ნუ რა თქმა უნდა. მაგრამ თათე კიდევ ერთ სათხოვარი მაქვს. გისმენ? სტატია კიდევ ერთ დასწერ. ესეთი არაფერი უბრალოდ მინდა დაწერო რომ ამ დაუყულის ოჯახს კომპანია სულად უნდა ზღაურებს ამ ზარალს და ნუ ოჯახი რო არჩევს. აი ეს ვარიანტი. გასაგებია. ჩავინიშნა. ფაქტობრივად ეგ იყო მეტი არაფერი. შეგი მეტი არა. მეტი არაფერი. თუ რამე დამჭირდა და თუნ დაგირეკოდი ლაკოშკა. ძალიან კარგი. აი, წავედი მაშინ ახლა. პროექტი. კარგი, აბა კარგად. კი. მაგარის მიგადავეთ. არა, არ არის საჭირო რა. როგორ არა, დამსახურებულია. კარგი. კარგი. დაშვები? რა ვიცი, არაფერს. ახო იყო. ხო და დავინახე, იმიტომ არ მოვედი ამ ხედი რა. ბონუსი მომიტანა. რა ფული? აუ, ძალიან მომწონს საქმუშაობა. ხო გეუბნებოდი, პიარი კაია. არა, ხო, მეუბნებოდი. მაგრამ ძალიან დიდი ფულია ხო ამ საქმეში. ვერ წარმომედგინა ესე კომფორტულად თუ ვიქნებოდი, აუ, ძალიან კაი. რა ფულზე მითხარი? მოკლედ, არაფერი, რაღაც ანალიტიკური წერილის გაგზავნა უნდათ ვიღაცისთვის ჰესებზე. ანუ შენ ხო ჟურნალისტი ხარ და მოთხოვეს რომ დამეწერე და დავწერე რა.
და ჰონორარიც მიიღე? დიახ. თათია, შენ კიდე უკეთეს ადგილას ყოფილ ხარ. გაშოვი არ იცმევ შენ? მე რა ჩაცმა მინდა, წადი შენ თავს მიხედე. აბა ესე აპირებ წამოსვლას? დასვი ესე ვაპირებ წამოსვლას. წადი თქო შენ თავს მიხედე. მიხედილი მყავს. აი მაშინ მიდის სარჩქა მომიტანე. აჰა ჩაით. ეს რა? რა? აი ეს. ყაბა? ყაბა როა მეწხედავ, მაგრამ აი ეს რა? რა ბოზივით გამომეწყო? რატო გამოგეწყო ბოზივით? ძალიან კაი ყაბაა. ძალიან კაი ყაბაა, ხო? აი ძალიან კაი ყაბას მოგცემ ახლა, ხო? აი თუ შემოგცხე ერთი რა. მე მომწონს. აჰა, შენ ბოზური ყაბები მოგწონს, ხო? ხო და ვერ წახვალ შენ ბანკეტზე. კაი რა ზვიო. კაი რა ზვი არ უნდა, მაგრამ წადი გამოიცვალე თქო. და სხვა ყაბა არ მაქვს და რა გავაკეთო? აჰა, სხვა ყაბა არ გაქვს, ხო? წადი დედა ჩემს დაუძახი. დედა შენი რა თქვინდა? რა თმინდა და ამოგიკერავს მაგას და წამოეთრევი ისე. მომინდო მაგ ხორცების გადმოყრა. სხვების წოლებს დავწინე მე მაგასა. ან მოვჩები ხა ამას და დავლიოთ ყავა. არა, მე არაფერი არ მინდა მიხედე შენ შესაქმეს. საქმეს კი არა, ვერაფერზე ვერ ვფიქრობ რა. ისე იწელება ეს დათო სასამართლო, აღარ შემიძლია რა. ვერ გავიგე, იცი რა გახდა ეს ერთი ექსტრადირება. რა ვიცი, ჭირი და ჯანდაბა მაგათ. იქით ის ბიჭი იტანჯება, აქეთ ეს მაკა ნერვიულობს. მე კიდე ეს ბავშვი მეწოდება კაცო ლიზიკ. მოუკვდეს მაგას ბებო. რა შეება ქეთი მითხარი რა სამბობს. რა ვიცი. ძალიან კმაყოფილია ბედნიერი, ნეტას უესე იყოს. ისე მენატრება. და მე ძალიან მენატრებ. მაიმე ლეილა, რაზე შემოვედი კაცო? იმ დღეს რო ფული მთხოვე. აი, მოგიტანე. მაიმე ნანა, რა ტიპი ხარ რა, კაი რა. როგორ მერიდება? კარგი რა, ხა ჩემთან გერიდება? მე რამდენჯერ უნდა დამეხმარო. არ არის ხა ეგ სალაპარაკო. პენსიას ავიღებ და ეგრევე მოგცემ. შენ როცა გიქნება, მაშინ მომიცი, ცოტა მე არ მეჩქარებ. მოიცა რა გეხოცები, არ გახვიდე ყავა დავლიოთ. არა, ქვეყნის საქმე მაქვს სახში. თუ გინდა შენ შემოგდიმე. კაი, მაიმე ძალიან დიდი მადლობა. აი, ლიზიკო იქნება. გამარჯობა. როგორ ახლა ლიზი დედი? კარგი, თქვენ? რა ვიცი არა მეშო. დიდი მადლობა. კაი ერთი და. ბებო ჩემო, სიცოცხლე, მიდი დაჯექი რაღაც უნდა მოვწე. რა არის? გახსენი და ნახავ. ჩემი ბოტასი. ბებო, ხო ისეთია როგორც გინდა და. იგი ესეთია, ძალიან დიდი მადლობა. რისი მადლობა ბებო, შენი ფულით არის ნაყიდი. ხაღალდი არ მოიღებ. აი დაელაპარაკე შენც კიდე რა გჭირს რა. აი რა უნდა მითხრას ახალი? არ ვიცი, მაგრამ აი ისე მთხოვარ, იქნებ დამელაპარაკოს, რომ რა ვიცოდოა ეს კერესა. ცოდო არა ის. აი შენც ახლა რას მებუტები? შენ რა შუაში ხარ, ხო არ ეტყოდი არ გნახავო. რა ვიცი. ძალიან მთხოვარ პროსტო და ამც ვიცი როგორ მომწოლა. ძალიან გვიანია უკვე რა. რა შევი გოგოიბო? ნორმალური ხარ? ხوار შეგეშეთ. გული გამისკდა. რა შვები შენ? თქვენ გეძებდით ზუსტად. რა ხდება? სახში მინდა ჩემთან რომ დაგპატიჟო. მართლა? ეგ ცალიად? მე კი. შენ? მეც კი ამოვთ. კაი გოგოიბი ხარ. როგორ ხარ, ამდენი ხანი ხარ? არ მინახავს, გაიცანი ეს ჩემი ხმალია. აინა ბრატ. აუ, სურვადი დაჯი რა მალე რა. მოდი ბავშვო, ეს ადგილზე წინ წავიწიოთ და ჩვენი უსაყვარლესი მასწავლებლის ჯამილა მასწავლებლის საღებავ შემოგთავაზეთ. გული კი მწყდება დღე ჩვენთან ერთად რო არ არის, მაგრამ თავარია ისე რატო არ მოკლედ გაუმარჯოს, დავიდეთ რა. გაუმარჯოს.
ეს ამ სტატიტეებით როდემდე უნდა ვიყოთ რამე განსხვავებული არის ზიან თქვენსკენ? ორი განსხვავებული არ დავლიო ეხა მარტო ხალის საჭმელი ხო ვარ მოსული. აი ეს ჩქას დავლიო. აუ ბავშვო მოგაცინეთ ეხლა. ალეს ბიჭი ხო გახსოვთ? აი ბავშვი რო იყო რა ბოლოს დააგორებდა. წერა ნახე ზაპას გამოგო. კარგი იცავენ. აუ ბავშვი მოდი რა ეხა ერთი მაგარი სელფი გადავიდე. არა მოდი ავადი ცოტა იქ არა მე რა მინდა მოდი რა ხარვარ კაკად თანვარ დიმი აუ კაი ეს დამხმარებლობის საძმობიან ხო არის იცი? აუ ვაზე უნდა მოვაღერეგენი და მაშინ მოვასწრო დაგრობა. რა გინდა? რა შევიზალი? არაფერს. მეც არაფერს. ეხა მოვედი სახში ძალიან დაღლილი, მაგრამ შენ რო ელაპარაკები, ხასიათზე დავდექი. აუ არ გინდა რა. რა? ეგრე ლაპარაკი. რა გჭირს სალი? რა მჭირს? რატომ ელაპარაკები ეგრე, რა გჭირს? არაფერი. აქამდე სხვანაირად გელაპარაკებოდი? აუ, როდემდე უნდა იყო ეგრე? ეგრე როგორ? როგორ და ესე უშმურ ხასიათზე? უშმურ ხასიათზე არ ვარ, უბრალოდ არ მინდა შენთან ლაპარაკი. აუ, კაი ეხა რა. რა იყო? რა და ზედმეტიაო? რა არის ზედმეტი? რა და ეს შენი რაღაცა თავის დაფასება? რა? რაც გაიგე? დავაი რა. რა გინდა? რო გელაპარაკები, ნუ მითიშავ. არ მინდა მეთქი შენთან ლაპარაკი, ვერ გაიგე? აუ, სალი რა, რამდენჯერ უნდა გთხოვო რომ აპატიო? აი ყველაფერს რა თავი დავანებოთ, რა ქაჯურად მოიქეცი. რა? რა და თორნიკეს რო დაურეკე და ქაჯივით საქმეები ურჩიე. შენ გონია ვერ გავიგებდი? გაგიჟდი ხა? რა დაურეკე რა საქმეები ურჩიე, არავისთან არ დამირეკია. აი არ გინდა ხა რა ძალიან გთხოვ, ყველაფერი ვიცი. გოიმივით ურჩიე საქმეები. შენ მაგივრად მე შემრცხვა. მოვიდა და იწუწუნე, ხო? არა, არ უწუწუნია არავის. აბა საიდან გაიგე? არ აქვს მაგას მნიშვნელობა, თავი დამანებ, საერთოდ აღარ დამირეკო. მოიცა ერთი წამი. იკა რა შვებია? შენ? ავი რა გჭირს? ბიჭო, რამ ჭირს კი არა, მაგ თორნიკეს შიქ ხო არა აქ. ვინ თორნიკე? აი ეს თქვენი ახალი ჯგუფელი როა თუ რაღაც. რა მოხდა? რა მოხდა? მაგას რო ველაპარაკე, ხო იცი ეგვაზარ. ხო. მე ამ ჩემისას ბიჭო მოუდია ყველასთვის ჩემი. კაი ღადაო. არა რა ზღადაობ ძმაო, სალის ველაპარაკე, ეთყობა უთხრა და რავი არ როჩი. აი შანსი არა. არა ძმაო, გეუბნები სალის ველაპარაკე და იმენა მეჩხუბა მაგ ტიპის გამოჭ. აუ. ხო და რა უყო ძმაო, გამაგებინე რა. ეხ კიდე რო დაურეკო მაგას, უეჭველი კიდე ეტყვის სალის და ისედაც ვერ ვირიგებ ამ გოგოს. აუგიჟდი რა. აი ბიჭო დაიკიდე, დავებაზრები მე რა. არ ესმის ეს ბაზარი ძმაო, ჰა ელაპარაკე. არა ბიჭო, კაი ტიპია, არ არის რა. აი რანაირად არის ბიჭო, კაი ტიპები ძმაო ეგრე არ იქცევიან რა. ტიპმა იმენა დამაშორა გოგოს ჩემ. არა ბიჭო, კაი ეხა. არა გეუბნები ფაქტია ძმაო, რომ სალი მეჩხუბა ვიღაც ტიპის გამო და კაი რა და შეიძლება წამოწდა ესე ჩემან თა კომუთხრა ანუ იმან რა ვიცი. არა მნიშვნელობა აქვს მაგას წამოწდა თუ უთხრა თუ რა ქნა. ფაქტია ძმაო, რომ მეჩხუბა იმენა გამიჭედა. ბიჭო დავებაზრები რა. ო, ავიდა ებაზრე და უთხარი რომ დააყენოს ჩემი დედამ. კაი ხო, შენ რა შვები? ავი არაფერს გავდივარ ხა და აგირეკავ მე. მიდი დავებაზრები უეჭველი. დაებაზრე რავი თუ აქ მაგას თავაპარაკს აზრი. კაი, კაროჩ, დავაი. აი, ავედი რა კაროჩ. დავაი.
კარგად, შენ როგორ ხარ? რა ვიცი, ცოტა დაღლილი. ჩაი ხომ არ გაგიმზადო? არა, მოგვა. სად არის საბა? საბა რაღაცა ვერ იყო დღეს ხასიათზე. რატო? არ ვიცი, ვერ ვათქმევინე. საჭმელი არ ჭამა. ეზოში არ ჩამომყვა. მთელი დღე არ მელაპარაკება. ვაა, რატო? არ ვიცი. სკოლაში ხო არ მოხდა რა? არა, მგონი არა. კაი, აბა დავუძახე. რა შევი, მა? არაფერს. როგორ ხარ? კარგად. რაღაც ვერ ხარ ხასიათზე, ხო ხედავ რა? ნინო რატომ არ მოდის ჩვენთან? ნინოს არცალია და მაგიტო ვერ მოდის. დავურეკოთ. არა, არ არის თბილისში ნინო და სადაც არის გარიჭერს ტელეფონი, ამიტომ ვერ დავურეკოთ. დავურეკოთ. გაჩერდი საბა, გეუბნები რომ ვერ დავურეკავთ, ესე იგი ვერ დავურეკავთ. წად დაიძინე გვიანია. მიდი. საბა, მე ვერ მოდი. არისო ეგრე და რა. ეგრეა ზუსტად ერთი მრგვალი ბუთქი ბავშვი იყავი და რა გიტყდება შენ კიდე პირიქით. კაი რა. ისეთი იყავი ზუსტად. მოიცა მეგავა. ელოდებით იგივე ვინმე ეს? კი. ვა, კერეს. გაიცანი ჩემი ხათუნა. ეს კერესა ჩემი მეგობრა. გამარჯობა. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც სასიამოვნოა. მე ჩავალ მაღაზიაში რამე სამოვიდა რა. ой, მასაყო. წამ. კიდათ რამე ხوار წამოგიღოთ. კერეს. არა, მე ხაჭაპურს მივხედავ და მალე დავბრუნდები არ მერწყინოთ. არ გაგიხარდა ჩემი ნახვა? არა. დალაპარაკება მინდო. რაზე? ჩვენზე. ვილაპარაკეთ უკვე ჩვენ. კარგი, რა ჩეპე, რამდენჯერ გთხოვო პატი? თუ არ ხვდები რომ აზრი არ აქვს. რატომ არ აქვს? მინდა რომ გაიგო. რა უნდა გავიგო? ის რომ ერთხელ შემეშალა ისმის და მიყვარხარ და არ მინდა რომ გაგიშო. ეხლა უასროდ რომ მელაპარაკები აქ. ხვდები ხო? რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი ცოტნესთან ვარ ცელში. მე მეორე რომ ცოდნა და აქ მოდიოდა შეიძლება ვაფშე არ მოსულიყავ. მე კიდე მოდიხარ და რაღაც შერიგებებს მთხოვდი. ერთი და იქ მომელაპარაკე. მელაპარაკები, ეგრე გეხვეწები რა. მადლობელი არ ხარ ვაფშე რომ გელაპარაკები? ანუ აზრი არ აქვს, ხო? არა, არ აქვს. მით უმეტეს ეხლა. ნორმალურად მოგიცეთ აქ და მოლაპარაკოთ. ხაჭაპური მოგიტანეთ. ძალიან ცხელია და გადაიღეთ ვიტაპით რა. დაშვები? ბავშვებიც მოვიდნენ. დავია. ყავთამდე ხარ. მაღაზიაში. გადაიღეთ. გადაიღეთ რა. წადი მაიაში. ხარ დარჩე. არა, მივხედავ. კაი, მაშინ ხვალ. კარგად. ხავებში დავს. შენი. რას ვეთარხელებოდი? ფოტოს ვიხებდი უბრალოდ. რას იხებდი? შენი დედა მოვხა. შენი მოდი. სათამაშო. რა ხდება? კისერზე ეკიდებოდა ვიღაც ბიჭებს.
თანთალებაც მომიდომა ამის ფოსით ეთრა. აი მე შეჩათლა ხო? სადგამექსები შეცახლის გაკდებულოში. აი მე და. გებრიელებს უმზირა. ხო, ძალიან. ვიკა, შენთან მაქვს საქმე. რა საქმე? მოკლედ, მე და ზაზა ვაპირებთ რაღაცას. მართლა? არა, გოგო, მაგას არა. მოკლედ, რაღაცის გაკეთება გვინდა და მინდა რომ შენს ჩვენთან ერთად იყო. რა უნდა გააკეთოთ? სალონი. სალონი? ხო. ფერეშვაში ვარ. ძალიან მინდა რომ ჩვენთან იმუშაო. ელენე, რა ვიცი ხა მე მგონი არ გამოვა. აი, სწორად გამიგე ხა, გეხოცები რა, რუსუდანს ეხლა მე ვერ ვუღალატებ. ყოველთვის ძალიან მეხმარება, ხო, აი ეს ჩემი ჟინვალის ამბები, ხო, გახსოვს არა, მანამდეც იმის მერეც ეხლაც აი ძალიან მეხმარება და სალონიდან წამოსვლა ძალიან არასწორი საქციელი იქნება ჩემი მხრიდან რა. მესმის. ხო, მაგრამ შენ და ზაზამ უნდა გააკეთოთ. ხო? ხო, აბა რა. ჩემგან არ ეწყინება? არა რა ეწყინება, პირიქით გავხარდება მე ესე მგონია. ხო? რა ვიცი, ვნახოთ მე აბა როგორ აეწყობა ამბები, შეიძლება მეც წამოვიდე? აჰ, რა კარგი იქნება და მართლა გეუბნები, ზუსტად ვიცი რომ კარგად აეწყობა, იმიტომ რომ ზაზამ ნახა ძალიან მაგარი ფართი, იაფად და ძალიან მაგარ ადგილას. რა კარგია. ხო. აუ, ჩემგან ხوار გეწყინა. არა, რა სისულელია, არა, მართლა. გეხოცები, მეც გამიგე რა. მესმის, ძალიან კარგად მესმის. მე თვითონაც წაავყელო რუსუდანის გამო და ამიტომ ჯერ არაფერი არ მithქვამს. არა, აგინე ხა წინასწარ მოვიტყვი. არ ვთქვა, ხო? არა. ხარია. აი მე დღეს ძალიან დავიღალე რა, ყველა კლიენტი თავზე მაგა. ძალიან ბევრი ხალხი იყო და იმითო. მიირთვით რა რაღაცა რა. სულ მგონია რომ რაღაცა ვერ გაგიმასპინდით და აკლია რაღაცები. იგი ყველაფერი ძალიან გემრიელია. ახლა მოგწონთ ესე იგი. ძალიან გემრიელი ხო ყველაფერი. ძალიან მიხარია. მომწონს თქვენთან. დედა რა კარგი ბავშვები არიან. ძალიან კარგი თაობა ხართ. მეც მიყვარდა ახალგაზრდობაში ესე ჩვენი გოგოები და ბიჭები ვიკრებებოდი ხოლმე სულ ხშირად. და მოგეთ ერთი ისტორია მაქვს ესეთი. პატარა ვარ, ნუ სადღაც თქვენ ხელა. ერთ ბიჭს მოვწონდი და დედაჩემმა გადაწყვიტა რომ არ ნარკომანიო. არა, არ ვიცი ხა არ მინახავს მე რომ რამე გაეკეთებინოს, მაგრამ ნარკომანიაო და სოხუმში მივდივართ გოგოები, სულ ყველანი მატარებელში ვსხედვართ და ესე ცოტა წამოვიდეს. ამ დროს დედაჩემი მაცილებს. ამიტომ ეს ბიჭი შორს დგას და გველოდება, რომ დედაჩემი თვალს მოეფაროს. გადის დედაჩემი, ესე იგი მატარებელში შორდება და ნუ ეს ბიჭი შემოხდა ვაგონში. იმან რაღაცა იგრძნო ეტყობა. დედის გული მაინც ხო არის გახსოვდეს ცოტნე. შემობრუნდა და დაინახა, ნუ ატეხა იქ განგაში ვაივიში ასე ისე და ნუ ძალიან ვთხოვეთ რომ არაფერს არ ვიზავთ, კარგად მოვიქცევით წესიერად თქვა და მე არ ვიცი ხალხის შეწყვეტ ჩემი მეგობრების. მოკლედ ჩავიდა და დაიძრა მატარებელი და სულ მახსოვს ის კადრო, ფანჯიდა რომ ვიყურებოდი, ვხედავდი როგორ იდგა დედაჩემი და რა თვალებით მიყურებდა. ხო. ისე მაგარი ისტორია. საბოლოო ჯამში. რა ვიცი. ეს შემოვიდა ხარ რა. ხო და ძალიან მომწონს თქვენი თაობა, რაღაცნაირი კარგები ხართ რა სულ ყველანი. მადლობა. და მიხარია რა თქვენთან მოდიხართ. ჩვენ ძალიან გვეხარია თქვენ დასტონავა. ხო და მოდით ხოლმე ხშირად. ეჩო. რავი, ანი გახსოვს მაშინ რო გითხარი მეგობრებად დავრჩეთ მე. ხო? დედაჩემის გამო გითხარი. ცუდად იყო მაშინ შეტევები ქონდა რა და არ მინდოდა რომ ყველაფერში გამეხვიე შენც რა. არ ვიცოდი მაგ. ძალიან კაი ხალია დედა შენი. ხო. მამა ჩემის ბრალია ყველაფერი რა. ადრე შეტევები ქონდა და ცუდად იყო რა და ეხა ფსიქიატრთან დადის და უკვე კარგად არის. არც ეგ ამბავი არ ვიცოდი. მამა ჩემო რომ მიგვატოვა, ყველაფერი გაყიდა სახლის და ყველაფერი. ასე დავრჩით. გარეთ და დედაჩემს კიდე ამ ხელა პრობლემები ქონდა. ანი მინდა რომ ვესტაცვით. აი? კაი.
შევიდეთ, ხო? აიმე დედა ეს რა გაიგონა ჩემ მაყურებმა აიმე ჩემი სიკვდილი აიმე აბა მოგიკოდა შედა ორივე მქცევა აიმე მაგას დაუმიწოდეს ის ხელები ვაიმე ყველაფერი არის თქვენი ბრალი გაჩუმდი მამაშენი უნდა მოვიდეს არ გაიგოს იმიტომ მოვედი რომ გაიგოს კობასადა ეხლა კიდე კობაი ხო იცი მაგასა ვინტი რო გადაუბრუნდეს მე რაღაცა პირებ რას მიეთრეოდი იმ ბანკეტზე ან იმას რას მიათრევდი აჰა მიიღე თუ არა ეგ ბანკეტი მიიღე ვაიმე მოვიდა მამაშენი კარგი ხმა არა მოიღო ეხლა რა ხმა არა მოვიღო მუ ყველაფერს მოვიღო რა ხდება რა ამბავია ხა არაფერი შალა იჩხუბეს ბავშვებმა გულმოსულია და მოვიდა აქ ვიჩხუბეთ კი რასვიო ცემა აი გოგო ცემა და დედამისვას არ დავაკო არაფერია მთრალი იყო ბიჭი მთრალი გადიშენა და ამას ჩვენ მივხედავთ რა თაქსემა რა დააშავე რა დავაშავე კიდე მე რა დავაშავე კარგი შალა კარგი ვაიმე ცოლკული ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო კარგი გაჩერდი მოვა ბიჭი ბოდიშს მოიხდის აბა რას იზამს კაცო კარგი დაწყნარდი ახ ბოდიშსაც მოიხდის და მეცაც იზამს მაგე სადაგდია ეხლა სად არის ეხლა მოვისმინე შენა გოგო შენა ოჯახის დაანგრევა ტყუილი ამბავი კი გონია შენა მე ყველა ჩხუბზე ესე რომ გამქცეულიყავი აქამდე კი არ მოვიყვანდი ოჯახსა კარგი ეხლა კარგი დაელაპარაკება შალაცა რა იცი მთრალკაცსა გუნებაში რა აქ კარგი დაწყნარდი შვილო კარგი დაწყნარდი ლამარა შენ კიდე იმის მაგვირად ჭკუა დაარიგო და ბავშვი დააწყნა რომ გულს უჯუყებ კიდე აქა მომისმინე შენა ოჯახი არ დაანგრიო, გაიგე შენა, დაუჯერე კიდე ერთხელ დედას, დაუჯერე. დალაგდება შვილო, ყველაფერი დალაგდება, გესმის, დალაგდება ყველა. კარგი, ვაიმე, სიკვდილი, კარგი, დაწყნარდი შვილო, დალაგდება ყველაფერი. აბა რას იზამს დედა. კარგი ჩემო, კარგი, დაწყნარდი, დაუმიწოდეს იმას. დათო. მომთხარი რა არ მაქვს რა ბევრი. კარგად დათო, შენ როგორ ხარ? მალე გაირკვევა ჩემი ექსტრადირების ვაიმე რა მაგარია. აბა რა ხდება? მოგეთ როგორც გითხარით ამ ჩვენი მეგობარია ძალიან ცუდ მდგომარეობაში რა. აი უბრალოდ სიახლეები ხო არ არის როგორ არის საქმე? სიახლეები არის საქმე დაიძრა, მაგრამ რო გითხათ კარგი ამბებია თქო მოგატყობთ. რა ხდება დედა? რა ხდება და იბალღი მანაღლებს ძალიან. მაგისი ფეხი არ დავინახო აქ. შენ ახალო ის ბავშვი რაღაცა ჭკუას გირევს და ცოტა ფრთხილად იყავი, გაიგე?